ქალბატონო ანა ჩაერთეთ კამპანიაში იცურემ 7-დან. რა არის ეს და რისთვის მონაწილეობთ ამაში? პირველ ყოვლისა თქვენთან ერთად დავასახელებთ კიდევ ალე კოცკიტიშვილს, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელს, რომელსაც პირადად შეეხო ტრაგედია გულისხმობ ოჯახის წევრის შვილის დაღუპვას თბილისის ზღვაზე და ის ამის შემდეგ გახდა აქტივისტი ამ მიმართულებითაც, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ უფლებადამცველად. თქვენი მონაწილეობა ამაში რა არის? სხვა კონტექსტში უფრო გხედავთ და გიცნობთ საზოგადოება. მე როგორც მოქალაქეს მადარდებს ზოგადად საზოგადოებრივი უსაფრთხოების არარსებობა ან ძალიან დაბალი დონე. ეს საფრთხე, რომელიც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვემუქრება, ქუჩაში რო გავალთ, მანქანის საჭესთან დავსხდებით, ჰაერს ჩავისუნთქავთ, რომელიც ბინძურია და რითი არის დაბინძურებული ღმერთმა იცის, ან დასასვენებლად მივდივართ, აი ეს საფრთხის შეგრძნება მე როგორც მოქალაქეს არ მტოვებს და ამიტომ მინდოდა რახან სწორედ ახლა არის საზაფხულო სეზონი, სწორედ ახლა ჩვენ ყველა ვემზადებით დასასვენებლად და სწორედ ახლა ეს დასვენება ხშირად სამწუხაროდ ბევრ ჩვენთან მოქალაქეს ექცევა ხოლმე ტრაგედიად, იმიტომ რომ ჩვენი მათი შვილები, ახალგაზრდები გადიან საცურაოდ და სამწუხაროდ იქიდან აღარ ბრუნდებიან. მე გადავწყვიტე რომ ეხლავე გამემახვილებინა ყურადღება ამ პრობლემაზე, რაც არის ჩვენს წყალში, ტბა, სხვა მდინარეში ადამიანების დახრჩობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების მიღება ამის თავიდან ასარიდებლად. ვის უხმობთ ამ კამპანიის ინიციატორები? დიახ, ჩვენი კამპანიას ყავს ორი ადრესატი. პირველ რიგში ეს არის მუნიციპალიტეტები. როდესაც მუნიციპალიტეტს უკვე თვით ხელთ აქვს შემთხვევა და არაერთი შემთხვევა, როგორც ჩვენ გვქონდა თბილისის ზღვაზე, როდესაც ახალგაზრდები, ადამიანები დაიღუპნენ გარკვეულ საცურაო ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტებს აქვს ვალდებულებები. სულ მცირემან უნდა დადგას შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ანუ უნდა დაარეგულიროს ცურაობა იმ ადგილას. ეს არის ჩვენი ადრესატი ერთის მხრივ არის მუნიციპალიტეტი, მეორეს მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია იქნება ჩვენი საგანი, ეს არის ჩვენი მოსახლეობა, რომელიც შესაბამისად უნდა ცნობიერებას შესაბამისად უნდა ამაღლდეს ამასთან დაკავშირებით. დაემორჩილოს მაშველებს, იცურაოს იქ სადაც ასეთი ადგილი განსაზღვრულია, იმ დროს, როდესაც განსაზღვრულია